არის ესეთი გენიალური ლექსი ილია ჭავჭავაძისა, რომლის ბოლო სტრიქონები არის ამგვარი. ჩემზე დამბობენ ის სიავეს ქართლისას ამბობს, ჩვენს ცუც არ მალავს ეს ხომ ცხადი სიზულვილია ბრიყნი ამბობენ, კარგი გული მაშინათვე სცნობს ამ სიზულვილშიც რაოდენი სიყვარულია. ილიასაც ძრახავდნენ, ილიასაც აკრიტიკებდნენ, ილიასაც ედავებოდნენ, ილიაც არ უყვარდათ მის თანამედროვეებს. არც ერთ ჩვენგანი არ არის ილია, რასაკვირველია, თუმცა ერთი ჩემი გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ პედაგოგი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში თბილისში საირმეზე მახსოვს გვეუბნებოდა მოსწავლეებს, მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომ ერთგვარად მაინც უნდა მიუბაძოთ ხოლმეო ილიას. არ გამოგივათო, მაგრამ მაინც უნდა ერთგვარად, მოდი ასე ვიტყვი, მისდიოთ მის გზასაც თუ კვალსო. ახლა ჩვენზეც ხომ ამბობენ ამ სიავეებს და გვაკრიტიკებენ, გვლანძღავენ, სხვა შორის ძალიან მომრავლდა ამ არათუ კრიტიკოსთა, არამედ მლანძღველთა რაოდენობა. ძალიან ბევრი ბილდსიტყვაობს სოციალურ ქსელში. მეც მიბილდსიტყვავიან თლად გულახდილი რო ვიყო, გუშინაც კი მომიწია და მომიხდა ამის გაკეთება და ახლა გეტყვით რომ არა ვარ მაინც და მაინც მაყოფილი საკუთარი ქმედებით. თუმცა ამბობენ რომ ტროლბოტები არიანო, ვინც განსაკუთრებულად ბილდსიტყვაა სოციალურ ქსელებშიო. მე ამის მჯერა, მაგრამ ამავდროულად იმისიც მჯერა რომ რეალური ადამიანებიც არიან, ვინც საშინელებებს წერს. ოღონდ მართლა საშინელებებს წერს და მარტო ბილდსიტყვაობაზეც არ არის საუბარი. ერთია ბილდსის სიტყვა და მეორეა იმ სააზროვნო თუ ამას სააზროვნო ჰქვია სისტემის მიხედვით სიტყვების დაწერა, წარმოთქმა, გადმოცემა, რომელშიც ისინი არიან. საშინელებები იწერება ბილდსის სიტყვების გარეშეც კი. ტროლბოტების და არა მხოლოდ ტროლბოტების მხრიდან თუ მიერ. ჩემზე უშუალოდ ჩემზე ამბობენ რომ ჩვენ სულს არ მალავს, ამას არ ამბობენ. მოკლედ მაგრიტიკებენ, ლანძღავენ და ასე შემდეგ, თუმცა არიან მაქებარებიც, ვინც მაქებს. და ისინი ამბობენ რომ აი ტაბლიაშვილი რაკლის კარგი ქართული აქვსო, არაჩვეულებრივად მეტყველებსო, კარგადაც წერსო. არა, მე კარგად ვწერ ჩემი აზრითაც გულახდილად გეტყვით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემზე ბევრად უკეთ წერენ და ბევრად უკეთ მეტყველებენ სხვები. ჩემივე ყველა მეგობარი არ არის, მაგრამ მეგობრები ან რაღაც იმ საზოგადოების თუ სივრცის წევრები, რომელშიც მე ვტრიალებ. საკუთარ თავზე კი ორ სიტყვას ვიტყვი. ვისი დამსახურება კარგად რომ მეტყველებ, ან კარგად რომ წერ. იმის რომ მე ერთი ხანობა აბიტურიენტობისას, შორეულ 80-იანი წლების მიწურულს, ვიდრე 90 წლამდე, როცა გავხდი პირველი კურსის სტუდენტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე ემზადებოდი გენიალურ რეპეტიტორთან, გენიალურ ქალბატონთან, ქართულში ემზადებოდი დოდო ჯორბენაძესთან. ეხა ბევრი არ ვიცი რამდენად ბევრი, მაგრამ რამდენიმე მაყურებელი მაინც იქნება ისეთი, ვინც ასევე იყო ქალბატონი დოდოს მოსწავლე. ცხადია, ყველას არ ვიცნობ. მე ყველას არ ვიცნობ კი არა, უმცირესობას ვიცნობ, ძალიან ცოტას ვიცნობ. თუმცა აი გამოჩენილ პირთა შორის, ვინც ცნობილი პირია და ვისაც მეტნაკლებად იცნობს საზოგადოება, ქალბატონი დოდოს მოსწავლეები იყვნენ ადამიანები, ვისაც მე ვიცნობ, ვინც ასევე უბადლო ჩემზე ბევრად კარგი ქართულით უშეცდომოდ მეტყველებს და უშეცდომოდ წერს. მაგალითად პროფესორი კახა გაბუნია, მე მას უდასტურებ პატივისცემას. მაგალითად ტელეჟურნალისტი ნინო არაზაშვილის ჩემი ჯგუფელიც იყო. ვინ გავიხსენო ახლა და უნდა გავიხსენო ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, რომელიც ჩემზე უფროსია თენგო, გაგიკვირდებათ და მასაც უკვირს ხოლმე. ხო და თენგო გოგოტიშვილი, რომელიც საუკეთესოდ წერს. სხვა შორის თენგო ეგრეთ წოდებული საგაზეთო, უკაცრავად ამ ტერმინისთვის გაზეთჩიკი ჟურნალისტია, ერთი ხანობა კი არა, დიდი ხანი ის მუშაობდა ვიდრე ტელევიზიაში და ის ხრივდა მუშაობას, ის მუშაობდა უმეტესწილად გაზეთ დრონში.
და გარდა იმისა, ქალბატონი დოდო ჯორბენაძე იყო მისი პედაგოგი აბიტურიენტობისას და ქალბატონო დოდომ ასწავლა მას, ქალბატონმა დოდომაც ასწავლა მას ქართული, საუკეთესო ქართული. და გარდა იმისა, რომ ასწავლა როგორ უნდა ეწერა, ასევე ასწავლა რა უნდა ეწერა. გარდა ამისა, თენგოს ყავდა უფროსი კოლეგები, რომელსაც მე ასევე ვიცნობდი და ვიცნობ ზოგ მათგანს, რომლებიც ასევე უბადლო ქართულით მეტყველებენ ან კარგად წერენ. ასე მაგალითად, აცგარდაცვლილი ჟურნალისტი იყო ასეთი კარგი კაცი, გოგი ჩოჩიშვილი და მარად ბრგედ რომ გამოიყურება აჩიკო გოგელია, არჩილ გოგელია და თეიმურაზ ქორიძე და სხვები და სხვები. ხო და თენგო იმ ხანად ახალგაზრდა იყო, ჩემი არ იყოს და მათგანაც სწავლობდა, მეთქი ასე ვიტყვი, საუკეთესოდ წერდა. თენგო ყოველთვის და უკვე ტელეჟურნალისტიკაში გადაბარგების შემდეგ მისი თვისება კარგადაც კი გამოადგა. მნიშვნელოვანია ის, არა მხოლოდ ის, რას კი არა როგორ წერ, არამედ მნიშვნელოვანია რას წერ, რას ამბობ. ხო, რაც არ უნდა კარგად წერდე, თუ ცუდ რამეს წერ, ხო, შენი ნაწერი არც არავის სჭირდება და ვიტყვი რომ ყველა ჩემს ნაცნობს, ან ბევრს ნამდვილად ეს თვისება აქვთ, ისინი ყურადღებას აქცევენ რას წერენ და არა მხოლოდ იმას როგორ წერენ. მეც მუშაობდი ერთი ხანობა თანამშრომლობდი გაზეთ დრონთან, ისე როგორც ბევრ სხვა გაზეთთან, გავიხსენებ ბარემ და ეს ხადია ბავშვობიდანვე მეთქი, ახალგაზრდობიდანვე რაღაცებს სწავლობდი, ვაკვირდებოდი, სწავლობდი. ხო შეიძლება ვაკვირდებოდი, აი ხსენებულ ახაგაბუნიასთან ერთად მუშაობდით. ის იყო გამომცემელი ერთი გაზეთისა, მე რედაქტორი გახდით 95-96 წლებში. თუმცა მანამდე მე ვიყავი გაზეთ კავკასიონის თანამშრომელი, ეს ის დროა, როდესაც სოზარი ჯერაც არ იყო სუბარი მისული კავკასიონში და მე ვაკვირდებოდი ძალიან კარგ უბად, მართლა უბადლო მცოდნეებს ქართულისა, ასე მაგალითად ვაატა როდონა, ვახტანგ როდონაიას, ასე მაგალითად რეზო თვარაძეს, რეზო სირაძეს და ასე მაგალითად თეიმურაზ მაღლაფერიძეს. ეს უკანასკნელი იცით ვინ არის? აი ცნობილი კაცი როა, ახლა ვასილ მაღლაფერიძე, იმის მამა, იმის მშობელი მამა, მე ვიცნობდი ბატონ თეიმურას და ცხადია ვიცნობდი და ვიცნობ ვასილ მაღლაფერიძესაც. ვასილ მაღლაფერიძე, ანუ ვასიკო, იყო ერთ-ერთი თანარედაქტორი იმ გაზეთ კავკასიონისა, რომელმაც თავის მხრივ, ანუ გაზეთმა დააფუძნა ასევე გენიალური ხესაც არსებული რამდენადაც ვიცი გამოცემა არილი, მახო ხარბედია და სხვები არიან სათავეებთან ამ გაზეთის ამ გამოცემისა არილი, რომელშიც ლიტერატურული ნაწარმოებები იბეჭდებოდა და იბეჭდება. ვასილ მაღლაფერიძე იყო თანარედაქტორი კავკასიონისა სხვებთან ერთად, უბადლოდ წერდა მართლა და წერს. ასეთი კაცია ჟურნალისტი პაატა ვეშაპიძე. საუკეთესო რედაქტორია, უგამოცდილესი, ჯერ კიდევ ზვიადის დროს იყო ეს კაცი, მაშინ ძალიან პატარა რედაქტორი. მამუკა ფაჩუაშვილი, ენის პალატის ხელმძღვანელი იყო თუ არის გია ალიბეგაშვილი, ისიც თანარედაქტორი იყო კავკასიონისა და კავკასიონში, ისევე როგორც გაზეთ 7 დღეში, დრონში და სხვებში მუშაობდნენ ჟურნალისტები, რომლებიც საუკეთესოდ წერდნენ და საუკეთესო რამესაც ამბებსაც აღწერდნენ, ხო საუკეთესოდ აღწერდნენ და სწორ რაღაცებსაც წერდნენ. გამოხდა იმის შემდეგ ხანი და ესე ნელ-ნელა დეგრადირდა, ასე ვიტყვი, მწერალ ჟურნალისტთა დონე, ხარისხი დონე და ახლა რო გაიხსენო გამოცემაში ვინ წერს, გამოცემებში ბეჭდურ მედიაში ვინ წერს, სიმართლე გითხრათ ასე ვერ გამახსენდება ვერც ერთი პრაქტიკულად წერალი ჟურნალისტის გვარი, შესაძლოა არიან, განა არა ვიღაცამ რომ მისაყვედუროს ეს როგორ არ გახსოვსო, ხო მე მოუბოდიშებ ვინმეს მთქმელს, საყვედურის მთქმელს, მაგრამ ასე ესი თვალის ერთი მიმოვლებით კი არ მახსენდება. მაგრამ აქ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ, ეს შესავალი ნაწილი იყო რეალურად, ვსაუბრობ ორ პრობლემაზე, კი არა ორ საკითხზე. როგორ წერს ერთია და რას წერს მეორეა.
საზოგადოების ერთი ნაწილი. ასევე რას წერს მაგალითად ქართული ოცნება, როგორ წერს და რას წერს. რასაც წერს, ხო, ანუ რა ჩარჩოებშიც გვთავაზობს დისკურსს, თუ ამას დისკურსი ჰქვია, ხო, ის სრული კატასტროფა. ქართული ოცნება უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან თემას უგულებელყოფს და ყველა მეორე ხარისხოვანი თემა აქვს ამოწეული. და რაც მთავარია თუ მართებულად ვიქნები გაგებული, უკლებლივ ყველა მეორე თუ მეშვიდე ხარისხოვანი თემაც კი წარმოჩენილი აქვს უაღრესად დაბალ დონეზე, დაბალ ინტელექტუალურ დონეზე. აი, ეხლა რა სახსენებელია, მაგალითად ის ზარქუა, რომელსაც ოდესღაც სენატორ შახინს უწოდა ის, რაც უწოდა და ახლა ქალბატონ რასას გვარს ვერ ვიმახსოვრებ, ვერ წარმოვდგა, ხო? ქალბატონ რასაზე თქვა ის, რაც თქვა, მაგრამ ნახეთ როგორ აკნინებს, ამცრობს, არც ეს არ არის სწორი სიტყვა, ალბათ და მოვიგონო ახლა მივიდე იმ სიტყვამდე, როგორ კალაპოტში შეჰყავს დისკუსია იმ დროს, როდესაც მსოფლიო ორობტრიალია, როდესაც უკრაინის ბედი წყდება ახლო აღმოსავლეთში, დიდი ამბებია, პაკისტანი, ინდოეთი უამრავი ამხდება, ხო? აი ძალიან დიდი დაპირისპირებებია მსოფლიოში. როსკოვი, რაღაც აღლომი ტრამპმა ამასობაში თქვა, რომ 8 მაისია გამარჯვების დღე და აწესებს 8 მაისს, როსკოვი მაინც იჩემებს და არაჩემულობს, რომ 9 მაისი არ რეალურად 8 მაისია, რომ ვიცოდეთ. და ასე შემდეგ, ესენი სად გვაბანავებენ, როგორ კალაპოტში, როგორ აუსში, როგორ ქვაბში გვხარშავენ. ინტელექტუალური დონის თვალსაზრისით ქართულ ოცნებაზე უინტელექტო, ყველა თვალსაზრისით, არა მარტო ქართულის ცოდნის, არამედ ზოგადად უინტელექტო ხელისუფლება ჩვენ არ ყოლია მეთქი ასე გეტყვით და გააგიკვირდებათ და ვიტყვი რომ თენგიზ კიტოვარისა და ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ სიგუას ხელისუფლებაც კი ასეთი უდონო, ასეთი უინტელექტო არ ყოფილა, გაგიკვირდებათ და ვიმეორებ ამას. არა იმიტომ რომ თენგიზ კიტოვას პირდაპირ მნიშვნელობით 3 წიგნი ქონდა წაკითხული, არა, 3-ც არ ქონდა და შესაძლოა ირაკლი ზარქუას რამდენი წიგნიც აქვს წაკითხული, სუსტად იმდენი ქონდა თენგიზ კიტოვანს წაკითხული მაშინ, იმ ხანად 90-იან წლებში როცა მართავდა ქვეყანას რამდენიმე ხნით, ხო, ერთი არასრული წლით და კარგი, ოკეი, ვიტყვით უბრალოდ 1995 წლამდე. მაგრამ იქ იყვნენ სხვებიც, აი ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, შევარდნაძის მხარდამჭერები, დეპუტატები 92 წლის იმელის პარლამენტის წევრები, რომლებსაც ჰქონდათ, აი ვახტანგ გოგუაძე იყო ესეთი პროფესორი კაცი, სპიკერი იყო ვახტანგ გოგუაძე, არაჩვეულებრივი კაცი იყო ვახტანგ გოგუაძე, ხო? სპიკერი შევარდნაძის ხელმარჯვნივ თუ ხელმარცხნივ იჯდა იმელის პარლამენტში და მას ჰქონდა დისკუსია, მას შეეძლო დისკუსია. ლევან ალექსიძე იყო რაღაცა პრორექტორები ვახსენე უნივერსიტეტისა, ბარემ ვახსენე ბატონ ლევანსაც. მეორე პრორექტორი კაცი, რომელიც ასევე იყო სახელმწიფო უწყებაში და მინავლებული არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ ხმაგაკმენდილიც ალბათ არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ იმდროინდელი პოლიტიკური მდაბიო ელიტა, აი კიტოვანები და სხვები ერთგვარად მიჩუმებულები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში დაბალანსებული იყო აქ ჩვენ სინამდვილეში ზარქუებით და მდინარაძეებით არის გადაჭედილი ეს დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური მართლობა, რომელმაც ყველაფერთან ერთად არც არაფერი იცის. აი მაგალითად, ხა რა შედა რა მაგალითია, მაგრამ მაინც მოყურეთ თუ მივაგენი ქართული საარჩევნო იქნება პარტიის ახლა განახლდება პოლიტიკო. ხო, აი მაგალითად, აი სულ მარტივად, ნახეთ ესე იგი ერთი დღის წინ დაუდია ქართულ ოცნებას, ამას ხო წერენ, ამოწმებენ, რედაქტორები ყავთ და ასე შემდეგ. უყურეთ, ესეთი ტექსტია, რომ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, უკვე დაშვებული ერთის შეცდომა. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, ანუ ჩატარდა რაღაც სხდომაზე, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება. ანუ სხდომაზე დამტკიცდა, რომ რაღაცა დამტკიცდება. სიგიჟეები, არასწორად სიგიჟეები არა, არასწორად წერეთ. ეხლა კიდევ უარესი მაგალითი მქონდა
შერჩეული სიმართლე გითხრათ და ვეღარ ვიპოვი ალბათ ან შესაძლოა ვიპოვო კიდეც, მაგრამ მაინც პაპუახა სეპის სიტყვიერებაში პაპუაშვილი თუ ღარიბაშვილი თუ კობახიძე თუ დინარაძე მეტყველებისას რომ უშვებენ შეცდომებს, ეს არ ახალია პრინციპში. ამგვარ შეცდომებს ჩვენც უშვებთ მათზე უკეთესად მოსაუბრენი ქართულ ენაზე და ადამიანები, ვინც ჩვენს ჭირს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიზულვილია, ბრიყვნი ამბობენ, თორემ კარგი გული მაშინვე სნობს, თუ სნობს, ხო? ამ სიყვარულში რაოდენი სიზულში რაოდენი სიყვარულია. ვეღარ პოულობ, მაგრამ აქ აი ხშირ შემთხვევაში რუსულ ყაიდაზე, რუსულ ფორმაში, რუსული სტილისტიკით, რუსული სინტაქსით არის აწყობილი წინადადებები მათ მიერ. და ხა უცნაური ვიდეო ბლოგი გამომივიდა ქართულზე ვსაუბრობ, ხო? ოღონდ ის რა კიდე თან პოზიციონირებენ ესენი, მათ შორის ამათივე მომხრეები, ასე რომ ირა კარგად ფლობენ ქართულს. ხო, გამახსენდა ბოდიშვილი, აი ეს თქმა მინდოდა. აი ეს გურამ მაჭარაშვილი, ამის გაკეთება მინდოდა სხვა შორის და ვერ გავაკეთე და აღარ ვიკადრეთ უსწორე სიტყვა, თუმცა შეიძლება აი ამავე ტელეფონით ამის გაკეთება. გურამ მაჭარაშვილია ესეთი ქართული ოცნების წევრი არ არის, რაღაც ხალხის ძალის წევრია, მაგრამ რასაკვირველია ეს ერთი უმრავლესობაა და ერთი ბანდა. ეს გურამ მაჭარაშვილი ფრიად სწუხდა იმის თაობაზე, რომ წარმოგიდგენიათო ღვთისმშობლის და გალაქტიონის პორტრეტები, ფოტოპორტრეტები, სურათები დაგდებული იყო მწერალთა. ესო გითხრაო ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა. ქალბატონმა მაყვალას არ ვეხები, იმიტომ რომ ის როგორც ამიხსნეს გალაქტიონის პრემიის ლაურეატი ყოფილა, თუმცა სიამოვნებით გავეჯიბრებოდი ქალბატონ მაყვალასაც მათ შორის გალაქტიონის ცოდნაში და არ ამგონია რომ იყო ჯაბანი გალაქტიონის პრემიის ლაურეატს გავეჯიბრები გალაქტიონის ცოდნაში მეთქი, მაგრამ აი ხა უნდა გააკეთოს კაცმა და იკადროს და გააკეთოს კაცმა რომ აკრიფოს ნომერი გურამ მაჭარაშვილისა, მე არ ჩაამიწერი, არ მქონია არასოდეს არ მისაუბრია მასთან და დაესაუბროს ასე. ბატონო გურამ გამარჯობა, ირაკლი ტაბლიაშვილი ვარ. გულახდილად გეტყვით რომ თუ არ იქნები თქვენ წინააღმდეგი ვიწერ ამას და კითხვა მაქვს ბარემ უკაცრავად ბატონო გურამ, ბარემ კითხვა მაქვს გალაქტიონის თაობაზე, თქვენ ფრიად შეწუხდით იმის თაობაზე, რომ იმის გამო რომ გალაქტიონის პორტრეტი დაგდებული ყოფილა ოდესღაც მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი მმართველობის დროს იატაკზე მწერალთა კავშირში, ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა გიამბოთ თუ არ ვწდები ამის თაობაზე და თქვენ როგორც ხვდები ძალიან გიყვართ გალაქტიონი, ძალიან აფასებთ მას და ხომ ვერ მეტყვით ბატონო გურამ, რომელ წელს დაიბადა? ვერ გიპასუხებდათ. ბატონო გურამ, მესმის მან სხვადასხვა საკამათოა რომელ წელს დაიბადა 1891-ში, 92-ში, ზოგი 93-საც კი ამბობს და როდის გარდაიცვალა და როგორ, ხო არ გახსოვთ? ვერც ამაზე გიპასუხებდათ. კეთილი ბატონო გურამ, მესმის ხარ აი მე ისტორიის მემატიანე ხო არ ხართ ახლა გალაქტიონის? კითხვა მაქვს. აი მე დავიწყებ მაგალითად ლექს და ხომ არ შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ? შეძლებთ ამივნის ესე მოგონმარავით ამიulis გადირექს ნოემბრის მერე ბატონო გურამ თუ გნებავთ სხვა დავიწყოთ დღეს მაისი ფერში ნაირნაირშია რაღაცა თვეებზე რა მინდა ვთქვა ყალბია ამათი ყველაფერი საერთოდ რასაც კი ამბობენ უმრავლეს შემთხვევაში არა თუ ვინ დავასახელე გურამ მაჭარაშვილი 2-3-5 მომხრეებიდანაც მათ შორის 5 არა უმეტეს 5-ისა არის იმგვარი ვინც აი ასე მაგალითად შეწუხებული იმაზე რომ გალაქტიონის პორტრეტია გდო მწერალთა კავშირის იატაკზე ვითომ ეგდო რეალურად ხო შეიძლება კარს მოეგლიჯა თუ მაინც და მაინც ეგდო მაგრამ კარგი კეთილი ხო ვინც გაგვეჯიბრება ასე მაგალითად გალაქტიონის ცოდნა ში ხო აი ლევან გიგინეიშვილს აი ვასილ მაღლაფერიძეს უხსენებულს რა მოგახსენოთ მას მოუჩლუნგდა ქართულიც მეთქი ასე შემიძლია თქვა გია მურღულიაზეც რა მოგახსენოთ გარდა იმისა რას წერს ანამედ როგორ წერს და რას წერს მნიშვნელოვანია და რასაც წერენ ისინი და როგორც მეტყველებენ ხშირ შემთხვევაში ხო ესეც ძალიან საკრიტიკო არის მეთქი
აი ლევან გიგინეიშვილი თქვი რაღაც. ეხა ეს შათირიშვილები და ისინი ამაში ვერ გაგეჯიბრებიან მიუხედავად იმისა, რომ თავს წარმოაჩენენ თითქოს ესეთი პატრიოტები არიან, რამის ამ შემთხვევაში გადახდიონისა და სხვა შემთხვევაში პლატონისა, თორემ პლატონზეც ვისაუბროთ ოდესმე ოღონდ შათირიშვილთან და გიგინეიშვილთან ერთად. არა, მე ჩემ ფალავონებს გამოვიყვანეს არ არის მაინც და მაინც იმიტომ არა რომ მე ხლა გავეჯიბრები შათირიშვილს, მაგრამ ჩემი ფალავნები კი მეყოლება. და ბოლო აკორდები ჩემი დღევანდელი ვიდეო ბლოგისა, მე ვარაუდობ რომ საინტერესო ვიდეო ბლოგი გამოგვივიდა. ეს არის ჩემი მხარდაჭერა ნინო ზაუტაშვილს და არა მხოლოდ იმიტომ რომ ნინო კოლეგა, ვიცნობ, მეგობარია და ასე შემდეგ. ნინო თუ დაუშვებს შეცდომას ჩემეული გააზრებით ცხადია, არც მის კრიტიკას მოვერიდები, როგორც არ მოვერიდები ვარ ჩემი იმ ფართო სანაცნობოს თუ ფართო სამეგობროს წარმომადგენელთა კრიტიკას გასულ წლებშიც და ახლაც რომლებიც ჩემი აზრით რაღაც არასწორ რამეს ამბობენ ან ამბობდნენ ხოლმე და ისინიც არ მომრიდებიან მე და ამაში ამგვარობებში იბადება ეს ჭეშმარიტება რა ვიცი რამდენად იბადება, მაგრამ რაღაც ხაზზე გავდივარ და ამგვარობებში ცოცა ვართ, თანხმდებით ყოველ შემთხვევაში რაღაც საკითხებზე და ეს კარგი. ჩემი მხარდაჭერა ნინო ზაუტაშვილს არა მხოლოდ იმიტომ რომ გაანთავისუფლეს, არა მხოლოდ იმიტომ რომ მისი რეალური სივრცე დახურა ხსენებულმა ვასილ მაღლაფერიძემ, თიკო ბერძენიშვილმა, რეალურად ქართულმა ოცნებამ, უფრო რეალურად ბიზინა ივანიშვილმა, რომელსაც არ აინტერესებს რას ილაპარაკებენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები, როცა სიმართლეს ლაპარაკობენ ისინი, თავარია რომ იყოს ტაშისა და ფანდურის არხი, რომელიც მაყურებელს გართობს და სხვა ფუნქცია მაუწყებელს არც უნდა ჰქონდეს, რომელმაც უნდა გადმოსცეს ოდენ ბიზნეს გააზრებით, ოცნების გააზრებით, თიკოს გააზრებით, ვასიკოს გააზრებით და ასე შემდეგ, ოდენ მშრალი ფაქტები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფასოს ესა თუ ის საშინელი მოვლენა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ისინი სხვათა შორის ჩემი ვარაუდით ყოველ შემთხვევაში გასული საუკუნის 20-იან წლებში, აი 100-105 წლის წინ კომუნისტები 4 წლის წინ ბოლშევიკები რომ შემოდიოდნენ, იქაც კამერები რომ ჰქონოდათ და იმ დროს საშუალების მუშაობის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, ისინი ცირბედნენ ეს რესპონდენტ და გააშავებდნენ ჩემი აზრით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ. მოკლედ ბიზინა ამგვარ ტელევიზიას ქმნის, ამგვარ ქვეყანასაც ქმნის. და ჩემი მხარდაჭერა ნინოს ყველაფერთან ერთად იმიტომ, რომ სოციალური, კულტურული, სამედიცინო საკითხებზე სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური საკითხების შემოჰქონდა საკუთარ რეალურ სივრცეში ამ გადაცემაში, რომელიც ამ ვასიკომ, იმ თიკომ, კიდე სხვებმა და ხალისუფლებამ და ბიზინა ივანიშვილმა დახურეს. ანუ სხვაც კი არ შეარჩიეს წამყვანად ნინო ზაუტაშვილის ადგილას, არ მოიყვანეს რომელიმე თუნდაც მათი მომხრე წამყვანი ჟურნალისტი, იმიტომ რომ ეს თემა არ აინტერესებთ, ამგვარი თემები არ აინტერესებთ, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა ნინოს დამატებით იმიტომ, რომ ნინო, როცა საუბრობს, როცა მეტყველებს და თემებსაც როგორც აშუქებს, მნიშვნელოვანია და რასაც ამბობს, ხო? ის ბევრი სხვისაგან განსხვავებით საუბრობს უაღრესად გამართული ქართულით, უაღრესად სწორ აქცენტებს სვამს და რაც თავარია კრიტიკულად აქვს, ჰქონდა მიშა სააკაშვილის დროსაც, ახლაც აქვს და მომავალში ის რასაკვირველია ის დარჩება ამ სფეროში, აბა ეხა ჭიხურს ხო ვერ გააკეთებს ან რაღაც სილამაზის სალონს, ხო ის დარჩება ამ სფეროში და მასაც სწორად ექნება გააზრებული ის ვითარება, რომელიც თუ ახლა არის შექმნილი ქვეყანაში, თუ იყო წარსულში შექმნილი ჩვენს ქვეყანაში და თუ მომავალში იქნება, თუ მომავალში შესაქმნელ ქვეყანაში კრიტიკულად გასააზრებელი იქნება რამე და რა საკვირველია იქნება, რაც არ უნდა ხელისუფალი, როგორი ხელისუფალიც არ უნდა გვყავდეს ჩვენ ყოველთვის ესეთი გაბადიდებელი შუშით უნდა ვაკვირდებოდეთ და სწორი ქართულით, სწორი აქცენტებით, კარგად, საუკეთესოდ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად და უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ არა მხოლოდ გამართული ქართულით დავსვათ კითხვები, არამედ სუსტად ესე წერტილ ვურტყავთ ნებისმიერ ხელისუფალს, სადაც არ უნდა გუშაობდეთ, იმისთვის რომ ყოველდღიურად ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი. ჩემზე არ ვიცი, მაგრამ ილიაზე ამბობდნენ, ჩემზე ნამდვილად არ ამბობენ. ისიავე ეს ქართლისას ამბობს, ჩვენს სულს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიზულვილია, ბრიყნი ამბობენ, თორემ არა გასწავლად ბრიყნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, თუ არ ვცდები ასეა.
ამ სიძულვილშიც რაოდენი სიყვარულია. ჩემი პედაგოგი იყო დოდო ჯორბენაძე. ყველას, ვინც დოდო ჯორბენაძის მოწაფეა და არა მხოლოდ, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ. ნახვამდის.